დღეს ყველანი აქ შევიკრიბეთ პატიმრების სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ყველამ ალბათ თუ ბევრმა არა, ყველამ თავიდან ბოლომდე ნახა ალბათ ფირი. ეს იყო საშინელი სისასტიკე, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის გული ნამდვილად ვერ გაუძლებდა. ამ სისასტიკის წინააღმდეგ ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. ჩემი თხოვნა იქნება პატიმრის მშობლებს, ყველას გისურვებთ, რომ ღვთისმშობლის მოთმინება გქონებოდეთ. ჯერ კიდევ წლების წინ ქალბატონი ირინა ენუქიძე ამბობდა, როდესაც თავისი შვილი სასტიკად აწამეს და მოუკლეს, მაშინ რომ დედებო გამოდით და დაიცავით შვილები. ბუტა რობაქიძის, ქალბატონი ია მეტრეველის, იური ვაზაგაშვილის შვილი, მე მქონდა ბედნიერება, რომ მეთანამშრომლა იური ვაზაგაშვილთან. ყველანი ისინი ფეხზე დგანან, ისევე ჩვენი შვილების, თქვენი შვილების გადასარჩენად. ისინი დღესაც მიუხედავად თავიანთი გამწარებული ცხოვრებისა იბრძვიან ჩვენი შვილების გადასარჩენად. დაუდგეთ მათ გვერდით. ძალიან გთხოვთ, მშობლებო, პედაგოგებო, თქვენ უნდა აღზარდოთ მომავალი თაობა. თქვენთვის ძალიან ძნელი იქნება ახსნა ბავშვებისთვის, რაც იმ კადრებში იყო. ამიტომ ისინი შეგეკითხებიან, ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად ძნელი იქნება. ხვალ და ზეგ რომ არ განმეორდეს კიდე ასეთი საშინელება, სისასტიკე. ეს არ არის მარტო ერთი პოლიციელის, ერთი მინისტრის დანაშაული, ეს არის ხელისუფლების დანაშაული, იმიტომ რომ ხელისუფლებამ დანიშნა ასეთი მინისტრები. ჩემი შვილი წელიწადნახევარია ზის უკვე. ჩემს შვილს არაფერი ისეთი დანაშაული არ ქონდა, მაგრამ თურმე მთავრობამ 12 წელი მიუსაჯა. იმას არც კაცი მოუკლავს, არც ზეწოლა არ ქონებია არავის და ოჯახური პრობლემები ქონდა მეუღლესთან და ამის გამოუსობით დაესაჯა 12 წლით. ჩემ მოსწავლეებს მიმართავ, თქვენ ნაჩარი მასწავლებელი არ ყოლებთ და არც გეყოლებათ ალბათ არასდროს ღმერთმა დაგუფაროს. ძალიან გთხოვთ ძალადობას დაუპირისპიროთ ჩვენი ერთიანობა და სიკეთე. არასდროს ძალადობით არ მოვიცილოთ. შვიედათ, რა თქმა უნდა, საარჩევნო ყურთან მისვლით მოვიცილოთ ეს ძალადობა, რომელიც ჩვენ არ გჭირდება.